საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 მარტს წმინდა იოანე კალფას მოიხსენიებს. წმინდა მოწამე იოანე კალფა კონსტანტინოპოლის გარეუბანში ცხოვრობდა. ის პროფესიით ხუროთმოძღვარი იყო და თავის ხელოვნებაში ისეთ ოსტატობას მიაღწია, რომ ცნობილი დიდებულები შეკვეთებს აძლევდნენ. მას დაევალა სულთნის სასახლის შიდა ფასადის მოპირკეთებაც. წმინდა იოანე ქრისტიანული გულმოწყალებით გამოირჩეოდა. სრულნავდა ობლებზე, ტუსაღებზე, ბევრი მიმართავდა მას შემწეობის თხოვნით. ერთხელ ერთმა დიდებულმა სთხოვა წმინდანს, მოწაფედ აიყვანა მისი ძმისწული. წმინდა იოანეც დათანხმდა და მალე ჭაბუკმა მისი შემწეობით სასახლეში საპატიო თანამდებობა დაიკავა. ერთხელ ყოფილი მოწაფე შეხვდა თავის ოსტატს და სხვათა შორის ჰკითხა, თუ რა იყო ნათქვამი ქრისტიანულ წიგნებში წინასწარმეტყვალ მუჰამედზე. წმინდანს არ უნდოდა პასუხისგაცემა, მაგრამ ჭაბუკმა დაიჟინა და იოანემაც განუმარტა მას მაჰმადიანური სარწმუნოების უსაფუძვლობა. ისლამის მსახურმა თანამორწმუნეებს აცნობა, რომ ხუროთმოძღვარმა ჰგმო მაჰმადი. იოანე შეიპყრეს, სამსჯავროზე წარადგინეს და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვეს, მაგრამ წმინდანმა გაბედულად აღიარა მართლმადიდებლური სარწმუნოება. ნეტარი მარტვილი წამების შემდეგ გაგზავნეს კადორღაში, სადაც 6 თვე ამუშავებდნენ, შემდეგ საპყრობილეში ჩააგდეს. ბოლოს კი 1575 წლის 26 თებერვალს სავაჭრო მოედანზე გაიყვანეს და თავი მოჰკვეთეს. წმინდა იოანეს ღვაწლი აღწერა კონსტანტინოპოლის პატრიარქის იკონომოსმა ანდრიამ, რომელმაც ის საპყრობილეში წმინდა საიდუმლოს აზიარა. მაროკოსა და ელ-სალვადორის 1000 წლეულის გამოწვევის ფონდთა წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ. ვიზიტის მიზანი 1000 წლეულის გამოწვევის ფონდ საქართველოს მიერ განათლების სექტორში ინიცირებული წარმატებული პროგრამების შესწავლა და მათი შემდგომ მაროკოსა და ელ-სალვადორში დანერგვა და განხორციელება. სტუმრებმა პროექტის მიზნები, სტრუქტურა, მართვის მექანიზმი, სტრატეგია და სამომავლო გეგმები დეტალურად მოისმინეს. ვაცნობთ 1000 წლეულის გამოწვევის ფონდის პროექტში ჩვენ მიღწევებს იმას თუ როგორ ხორციელდება, როგორ ვიწყებდით ამ პროექტს, როგორ იგეგმებოდა დასაწყის პერიოდში რა სირთულეებს და სიძნელეებს წავაწყდით და ამ ეტაპზე, რა ეტაპზე ვართ, შემდეგი ნაბიჯები რა არის ჩვენი და ისინი ზოგი ქვეყანა ეხლა იწყებს ანალოგიური პროექტის განხორციელებას და მათთვის საინტერესოა ჩვენი გამოცდილების გაზიარება. აღსანიშნავია ის, რომ ორივე ქვეყანა 1000 წლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით ახორციელებს ანალოგიური ტიპის პროექტებს თავიანთ ქვეყნებში, ასე რომ მათთვის ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი გამოცდილების გაზიარება, თუმცა ჩვენს, რა თქმა უნდა, ინტერესით მოვუსმენთ მათ გამოცდილებას, მაგალითად დეცენტრალიზაციის მიმართულებით განსახორციელებელ რეფორმაზე. იურიდიული კლინიკა ჩემი ადვოკატის პროგრამის ფარგლებში იურიდიული პრაქტიკა გავლილი სტუდენტებისთვის სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა. პრაქტიკულ კურსში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. იურიდიულ კლინიკაში პროგრამის მონაწილეებმა 4 თვიანი კურსი გაიარეს. მათ ამ ხნის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ დაუფლებოდნენ საადვოკატო უნარჩვევებს, ტრენერ ადვოკატის ზედამხედველობით ეწარმოებინათ მოქალაქეთა კონსულტაციები, შეედგინათ სასამართლო დოკუმენტები და როგორც სასამართლოში, ისე ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობა განეხორციელებინათ. ჩვენი სამსახური, რომელიც ამჟამად მუშაობს როგორც იურიდიული კლინიკა ჩემი ადვოკატი, ახორციელებს საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობას, რაც ითვალისწინებს თბილისში აკრედიტებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტების მომზადებას პრაქტიკაში. მათ აქვთ საშუალება თეორიული ცოდნა გამოამჟღავნონ პრაქტიკულად და ასე დაეხმარონ ჩვენს მოქალაქეებს იურიდიულ დახმარება გაუწიონ მათ. ჩემთვის არაჩვეულებრივი პროექტი იყო ეს და პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად არაჩვეულებრივი პროფესიონალები არიან და ისეთი გამოცდილება შემძინა თვითონ მთლიანმა პროექტმა, რომ ძალიან გამოვადგება მთელი ცხოვრების განმავლობაში და ვფიქრობ, რომ ერთადერთი ჩემთვის უდიდესი ნაბიჯი ის იყო, რომ გავიარე ეს რამდენიმე თვის განმავლობაში და მივიღე ის გამოცდილება, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოვადგება.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ქართველ მაყურებელს ჯუზეპე ვერდის აიდას განსხვავებულ ვერსიას სთავაზობს. 12 მარტს აღნიშნული ოპერის ფრანკო ძეფირელისეული ვარიაცია იქნება წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ სოლისტების უმრავლესობას სხვადასხვა ქვეყანაში ამ სპექტაკლში მონაწილეობა უკვე მიღებული აქვს, მათივე განცხადებით ხვალინდელი საღამო მეტად საპასუხისმგებლოა. ეს ოპერა არის ის ოპერა, სადაც ერთ სუსტ ადგილს, ერთ სუსტ ტრიქონსაც კი ვერ ნახავ, მით უმეტეს, როცა თბილისს ეწვია ეს ბედნიერება, ძეფირელის დადგმა ჩამოვიდა თბილისში და ჩვენ ყველა ბედნიერი ვართ, რომ ღებულობთ ამაში მონაწილეობას. ეს ჩამოსული იყო, აქ ყოფილი მომღერალია, ვინც გინდა იყოს, ნუ ეს ძალიან დიდი ბედნიერება და ძალიან დიდი შემოქმედებითი, ასე ვთქვათ, დატვირთვაა. 42-ით მიწევს ამ როლის შესრულება სხვა დადგმით, ზეფირელის დადგმით, მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო დადგმა, დეკორაციებით, კოსტიუმებით და მე ნამღერი მაქვს ასევე ხორვატიაში, რიეკაში და ზაგრებში. სამმა ქართველმა ვიმღერეთ და ძალიან დიდი წარმატება გვხვდა წილად. ასევე მინსკში მაქვს ნამღერი აიდა სხვადასხვა დადგმებით. მიხარია ძალიან და 12-ში ყველას გეპატიჟებით. სპექტაკლში ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები მიიღებენ მონაწილეობას. მაყვალა ასპანიძე, ზაზა ზაალიშვილი, ელენა პუტილოვა, სულხან გველესიანი, ლეგი იმედაშვილი, ტარიელ ჭიჭინაძე, ნინო ჩაჩუა და იური ასლანიშვილი მსმენელს მრავალფეროვან პარტიებს წარუდგენენ. საგანგებოდ ამ დადგმისთვის კანადიდან მოწვეულია ტენორი ფრანკო ტენელი, რომელიც ქართველ მაყურებელს 10 წელია არ შეხვედრია. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ჩემმა ოპერამ მომიწვია ამ დადგმაზე, იმიტომ რომ ფრანკო ძეფირელი ძალიან ცნობილი ხელოვანია, ალბათ ყველა იცნობს ფრანკო ძეფირელის რომეო და ჯულიეტას ფილმს და ტრავიატას და ეს ერთადერთი შედევრი ეგრე ვთქვათ. ეს ამ პროდუქციაში ფრანკო ძეფირელის დადგმაში მე პირველად მონაწილეობ. მე ძალიან მიყვარს ქართული მსმენელი. არ ვიტყვი რომ მე სხვა მსმენელი არ მიყვარს ევროპა, მაგრამ განსხვავებულია, რაღაცა უფრო პროფესიონალური მსმენელი ყავს, იცის რა ხმა, რას უდგება და არა ესეთი რაც ნიუანსები და ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს. აღსანიშნავია, რომ ფრანკო ძეფირელიმ აიდას ეს ვერსია პირველად 2001 წელს კომპოზიტორის მშობლიურ ბუსეტოში დადგა. საგანგებოდ ამ სპექტაკლისთვის კი საქართველოში დეკორაციები და კოსტიუმები იტალიიდან იქნა ჩამოტანილი. ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელს ნინო ანანიაშვილს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურისა და ძეგლდაცვის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო ხელოვნების ქურუმი გადაეცა. საბალეტო გალა კონცერტი ხელოვანის მონაწილეობით გაიმართა და მისი სასცენო მოღვაწეობის 35 წლის თავს მიაძღვნა. პროგრამამ ჩაიკოვსკის მძინარე მზეთუნახავის მესამე მოქმედება, გრანპა ლუდვიგ მინკუსის ბალეტიდან დონ კიხოტი და ჯორჯ ბალანჩინის ერთმოქმედებიანი ბალეტი სერენადა გააერთიანა. გალა კონცერტში საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტები მონაწილეობდნენ. ეს ქალბატონი ნინო ანანიაშვილის სასცენო იუბილეი არის, ეს 35 წელია სცენაზე დგას და მე ვიტყოდი, რომ მისი შემოქმედება ქართული და სრულიად გადაუჭარბებლად მსოფლიო კულტურის მონაპოვარი და საკუთრება არის. ეს მე მქონდა საშუალება და პატივი კულტურის სამინისტროს სახელით მიმელოცა ეს იუბილე და გადამეცა სამინისტროს უმაღლესი ჯილდო ხელოვნების ქურუმი. ემოციები მაქვს, სიხარულის, ვიტირე კიდევაც, ყველაფერი მოვახერხე, ძალიან მოულოდნელი საღამო იყო. რასაკვირველია, დაგეგმილი მქონდა პროგრამა, რომელსაც შევასრულებთ თბილისში და ეს პროგრამა მიგვაქვს ასევე ტოკიოში. იქ ჩვენ გვაქვს 4 გალა კონცერტი. ეს რაღაც დაგეგმილი კონცერტი, მაგრამ ნამდვილად არ მოველოდი ესეთ ფინალს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო კულტურის სამინისტროს ბატონ მიხეილს, მოულოდნელი იყო მისი დანახვა, ჯილდოს მიღება და ის რაც დასმა გამიკეთა. მე უბრალოდ იმერად გაკურებული ვარ, როდის გააკეთეს, ამდენი რეპეტიციები ქონდა, როდის მონახეს, დრო რო ყველაფერი ეს მოეწყო.
წარმატებული ემიგრანტი ქალები ამ სახელწოდების პროექტი, რომელიც კვირეულის ფარგლებში აღინიშნება, ორგანიზატორებმა დღეს გალერეა გამრეკელში წარმოადგინეს. საგამოფენო სივრცეში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები შეიკრიბნენ და ემიგრაციაში ცხოვრების შესახებ ისაუბრეს. გალერეაში გასულ წელს გარდაცვლილი ემიგრანტი მხატვრის თამუნა სირბილაძის ნამუშევრები გამოიფინა. ამასთანავე ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა მაკა კვერენჩხელაძე კარტაიზერმა საზოგადოებას მისივე ავტორობით გამოცემული წიგნები გააცნო. დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი დღე იმ კვირეულის, რომელიც ეძღვნება წარმატებულ ემიგრანტ ქალბატონებს, რომლებიც ჩამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან. ისინი იყვნენ შერჩეული დიასპორების მიერ თავიანთ ქვეყნებში. დასკვნითი ღონისძიება გვაქვს 13 მარტს გადნეხოლში, სადაც ამ ქალებს გადაეცემათ შესანიშნავი ძალიან ძვირფასი საქმიანი ქალის ქანდაკებები და დიპლომები. ბილიკები ამერიკისკენ, სწორედაც რომ ეს კი ჩემი ამდენი წლების მისვლა-მოსვლა ამერიკა საქართველოს შორის, სპირონული ძიების, რა ვიცი, აქ საქართველოსში არსებული სიტუაციებიდან როგორც ყველა მიდიოდა, ყველა სხვადასხვა მიზეზები ჰქონდა და წლების მანძილზე მე სულ ვიყავი ამ კითხვებში, მე შვილების წაყვანა წავიყვანე უფრო სწორად, მე მოგვიწია დარჩენა და წლების მანძილზე იყო კითხვები, რატო ვარ, რას ვაკეთებ, ეს ბავშვები რატო წამოვიყვანე, ჩამოვდიოდი საქართველოში და აქ ხვდებოდა, რატო მიატოვე საქართველო, მივდიოდი და იქ მეუნებოდნენ, რატო ჩამოხვედი და რაღაც ეს ბილიკები ამერიკისკენ, აი როგორც ნიაღვარი გადმოიღვარა, ესე დაიწერა. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზი მხატვარ თინათინ ბახტაძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. ხელოვანმა დამთვალიერებლებისთვის ბოლო 1 წლის ნამუშევრები წარადგინა. შემოქმედების ნაწილი მხატვრის მოგზაურობის შთაბეჭდილებებს გვაცნობს. ასევე ხვდებით სერიულ ნამუშევრებსაც. ექსპოზიცია ფოლკლორის ცენტრში 17 მარტამდე დარჩება. დღევანდელი გამოფენა არის ბოლო 1 წლის განმავლობაში შესრულებული ნამუშევრები. არის რაღაც სერიებიც, შეიძლება ესე ვთქვა, რაღაც რამოდენიმე ნამუშევარი სერიაში შესული. დანარჩენი მოგზაურობის შედეგად, ანუ მიღებული ინსპირაციიდან გამომდინარე ნამუშევრები, მაგრამ საბოლოო ჯამში რაღაც ერთიანად გავაერთიანე, ესე ვთქვათ და რაღაცა ერთიანი კომპოზიცია მივიღე, მე მგონი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დამთვალიერებელი სიამოვნებას მიიღებს.